მოგესალმებით მეგობრებო, დღეს აგიხსნით Wheelis Basic Step-ებს, როგორ ავაწევინოთ ცხვირი მოტოციკლეთს. მაქვს ამაზე ერთი ვიდეო უკვე ჩაწერილი, უბრალოდ მაგ პერიოდში GoPro არ მქონდა და უფრო ახლო კადრები ვერ გადავიღე და დღეს დაგანახებთ როგორ ჩანს ცხვირის აწევა რაიდერის მხრიდან. დავიწყოთ. პირველ რიგში ვიცავთ უსაფრთხოების წესებს, ხელთათმანები მაქვს მხოლოდ ამ შემთხვევაში. რეკომენდაცია იქნება, რომ იხმაროთ კომბინიზონი, ან ჩერეპახა, იდაყვის დამცავი, მუხლის დამცავი და ხერხემალზე, რეალურად ყველაზე აუცილებელი არის, იმიტომ რომ უკან გადავარდნის ძალიან დიდი შანსი არსებობს ამ შემთხვევაში. ძალიან მარტივად აგიხსნით, შევეცდები არ იყოს თქვენთვის რთული. ყოველთვის ვაწევინებ, მე მაგალითად ცეპლენით არ მიყვარს ფაუერული, ანუ გაზით აწევა, ესე გაზს რო გადმოვარტყავ და რომ მიდიხარ, იმიტომ რომ რეალურად არასტაბილურია ძალიან ჩემთვის, შეიძლება უცბად გადაგიქნიოს უკან და ვერაფერი ვერ ქნა. პირველი რაც გვჭირდება, რაც უნდა მივეჩვიოთ, არის უკანა ტორმოზი ყველა ვარიანტში. და პირველი დაახლოებით ერთი კვირა, თან ერთი თვეც შეგიძლიათ, თქვენ როგორ მოერგებით, ინდივიდუალურია. როცა ცხვირს ავაწევინებთ, ეგრევე ვადგავთ უკანა ტორმოს, ანუ პატარა წამოწევაც და ვხმარობთ უკანა ტორმოს. ვიყენებთ ესეთ კომბინაციას ცხვირი რო ავაწევინოთ. ესე იგი, შუა გზაში როცა მივდივართ, ძალიან დაბალზე, რეკომენდაცია იქნება, რომ ცადოთ მეორე სიჩქარე, თუ ყავთ 500-იანი, თუ ყავთ კუბატურა 600 და პლუს, იმიტომ რომ მე პირველი სიჩქარე არის ყოველთვის არასტაბილური, აქვს ძალიან დიდი თორქი და არის იმის შანსი, რომ ზედმეტი მოგივიდეთ ცეპლენია და უკან გადაგაყირავოთ ეგრევე და ვერ მოასწროთ ვერც ტორმოზი და ვერაფერი. აი კადრში რასაც ხედავთ, მსგავსი რაღაც შეიძლება მოგივიდეთ. ღმერთმა ყველა ხიბაც გაშოროთ, მაგრამ კარგი შედეგი ამას არასდროს არ მოყვება. პირველი სიჩქარიდან ვაწევინებთ, უბრალოდ რომ შევიგრძნოთ სიმაღლე, რა სიმაღლეზე ავდივართ, ანუ მეორედან შეიძლება გაგიჭირდეთ, პლუს ამას მეორე სიჩქარე შესაბამისად უფრო ჩქარი გამოგვდის და ვცდილობთ პირველ სიჩქარეში აი პატარა ცეპლენის გარტყმას ვაკეთებთ, პატარა გარტყმას და პარალელურად გას, აი ზუსტად ამ მოძრაობას ვაკეთებთ, ამ მოძრაობით ვიწყებთ. პატარაზე რომ ავწევთ ცხვირს, გას ვტოვებთ, ოდნავ გადმოწეულს, გახსნილს და შესაბამისად ეგრევე ვაწვევით უკანა ტორმოზს. რატო გჭირდება უკანა ტორმოზზე ვარჯიში და მუშაობა? იქნება მომენტები, როდესაც ძალიან გადაგიქნევთ უკან, ანუ ბალანს პოინტის უკან გადახვალთ და მაგ მომენტში შენ თუ უკანა ტორმოზზე არ გაქვს ასე რომ ვთქვათ ნავარჯიშები და პრაქტიკა, შეიძლება ვერ მოასწროთ უკანა ტორმოზზე ფეხის დადგმა და შესაბამისად გადაყირავდეთ უკან. გაჩვენებთ როგორ მივეჩვიოთ მარტივად უკანა ტორმოზს. წამოვაწევინებთ უკანა ტორმოზე. წამოვაწევინებთ უკანა ტორმოზე. წამოვაწევინებთ უკანა ტორმოზე. აი ესე ამ კომბინაციით შევეცდებით, რომ დაახლოებით ერთი კვირა მაინც ვივარჯიშოთ. შეგიძლიათ პატარა წამოწევებიც გააკეთოთ ცხვირის, ანუ გააჩეროთ გაზი და არ იხმაროთ უკანა ტორმოზი, მაგრამ რეკომენდაცია იქნება, რომ უკანა ტორმოზს მაინც მიეჩვიოთ. იაროთ შემდეგ უკვე უსაფრთხოდ. როცა უკვე უკანა ტორმოზს მორჩებით, ანუ უკანა ტორმოზე ვარჯიშს მორჩებით, შემდეგ უკვე შეგვიძლია ნელ-ნელა მაღლა ავწიოთ ცხვირი, ანუ შესაბამისი გაზი მივცეთ და დავიჭიროთ უკვე რაღაც სიმაღლე. არ უნდა იყოთ არავითარ შემთხვევაში ორიენტირებული, რომ აი რაც შეიძლება მაღლა ავაწევინოთ ცხვირი. პირიქით ყავით ორიენტირებული იმაზე, რომ უკანა ტორმოზზე იყოთ ყურადღებით და აკონტროლებდეთ უკანა ტორმოზს კარგად. ეხლა მაგალითად ავაწევინებ მეორე სიჩქარეში და გაჩვენებთ დაახლოებით ვარჯიში რა შედეგამდე მიგიყვანთ. რეალურად ჩემთვის უკვე ძალიან მარტივი არის. არაფერი სირთულე აქ არ არის, უბრალოდ არის შიშები თავიდან დაწყების პერიოდში. შეიძლება შეგეშინდეთ ზედმეტი სიმაღლის, უკან გადაქნევის, წაქცევის, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ ეს შიში როგორღაც დაძლიოთ, დამიჯერეთ თქვენს თავთან უნდა იმუშაოთ და ყველაფერი გამოგივათ. მართლა არ არის რთული, უბრალოდ სიფრთხილე არის მაქსიმალური საჭირო. შეგიძლიათ ცადოთ ფეხზე რო დადგეთ, ნებისმიერი ვარიაცია არის გამოსადეგი, არ არის რთული და თქვენთვის ადვილი როგორც იქნება, ისე უნდა მოირგოთ მოტოციკლეტი.
ეხლა განახებთ ისევ მეორე სიჩქარეში როგორ გამოიყურება. ოღონდ ფეხზე დავდგებით ეხლა, ანუ ერთ ფეხს ვდებთ უკანა გზავრის ფეხის დასადებზე და ვდგებით ფეხზე. აი აქ უკვე ფეხზე ვართ დამდგარი და ამ მომენტში ვაკეთებთ იგივეს. რეალურად სანამ ფეხზე დადგები, ჯობს მიეჩვიოთ დამჯდარზე, იმიტომ რომ უფრო მეტად შეიგრძნობთ balance points მოტოციკლზე და ბევრად გაგიმარტივდებათ კონტროლი ცეპლენიის და გაზის. სიჩქარე თქვენზე არის დამოკიდებული, თუ დაბალკუბატურიანი მოტოციკლეტი ყავთ, შეგიძლიათ პირველ სიჩქარეშიც ცადოთ. თავარი ეტაპები არის გაზის კონტროლი, ცეპლენია, სიმაღლე და უკანა ტორმუზი კიდე რაც მთავარია. შემდეგი ეტაპი მოდის balance point-ი, როდესაც ავალთ უკვე ყველაზე მაღალ წერტილზე და ეს ყველაზე მაღალი წერტილი გვაძლევს უკვე იმის საშუალებას, რომ ჩვენ გავიაროთ რაღაც გზის დიდი მონაკვეთი სტაბილურად. შიშის ფაქტორი ჩაგერთვება ამ წერტილზე და აი ზუსტად ეგ წერტილი იქნება, სადაც ან გაზი უნდა დააგდო, ან უკანა ტორმუზი უნდა იხმარო. ეგ ყველაფერი უკვე მოდის პრაქტიკაში. პრაქტიკაში მოდის ბევრ ვარჯიშში ეგ მომენტი, როცა შენ ხვდები სად უნდა დააგდო გაზი და ძრავის, ანუ engine braking-ი ძრავის ტარმაჟენია სადგიშველის და არის მომენტი, რომ უნდა მიხვდე სად გამოიყენო უკანა ტორმუზი. ეს ყველაფერი რეალურად მარტივი ასახსნელია თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად ამის გამოყენება ცოტათი რთული არის. შევეცდები რაღაც მარტივად გაჩვენოთ, აგიხსნათ, ეს შეგრძნება როგორ გამოიყურება. წარმოვიდგინოთ, ეს არის მოტოციკლეტი, როდესაც ცხვირს ავაწევინებთ, დაახლოებით აი ამ ნაწილზე, აქ უკვე გვხვდება balance point-ი. ანუ არც ძალიან წინ ვართ, არც ძალიან უკან ვართ. შუა წერტილს არ გულისხმობ. შუა წერტილამდე ოდნავ კიდევ უნდა გვეკლდეს. ამ წერტილზე, როდესაც მოტოციკლეტი უკან გადაიხრება, არის გააჩნია რა ძრავი აქვს თქვენს მოტოციკლეტს, იმიტომ რომ ძრავებში არის engine braking-ი, ანუ ძრავის ტარმაჟენია და შეიძლება ძრავის ტარმაჟენიამ გაგაჩეროს აქ. მერე უკვე პირიქით წინ გადმოგისროლოს და გააგრძელო ისევ, ანუ გაზი გახსნა და გააგრძელო სიარული. არის მომენტი, როცა უკან გადაგიქნევთ და უკან როცა გადავა უკვე მოტოციკლეტი და უკვე რომ ატყობ, რომ ეს engine braking-ი აღარ გშველის, ეგრეთ წოდებული ძრავის ტარმაჟენია, მაშინ უკვე ხმარობ ძალიან თხლად უკანა ტორმუზს. ძალიან თხლად და ძალიან ნაზად უნდა იხმაროთ, ანუ მიჩვეულები უნდა იყოთ უკვე მაგაზე, იმიტომ რომ ზედმეტმა უკანა ტორმუზმა შეიძლება გამოიწვიოს აი ეს შედეგი. ეხლა განახებთ როგორ გამოიყურება balance point-ი. ოღონდ ფეხზე დავდგები, ანუ ავალ მე იმ სიმაღლეზე, სადაც ჩემი კომფორტის ზონა დაირღვევა. შევეცდები ეგ მონაკვეთი დავუჭირო, არც წინ გადავაგდო ბაიკი და არც უკან. ჩემთვის პირადად ამ შემთხვევაში ფეხზე როცა ვდგავარ, ბევრად მიმარტივდება, ანუ ბევრად ვგრძნობ მოტოციკლეტს, რა სიმაღლეზე არის, სად მივცე გაზი, სად გავთიშო გაზი, სად დავატორმუზო. ამ მონაკვეთში ტორმუზი საერთოდ არ მიხმარია, იმიტომ რომ არ დამჭირვებია და მოკლედ პრაქტიკაში მოდის ეს ამბავი, არ არის რთული, უბრალოდ ბევრი დაკვირვება და ფიქრი გჭირდება, რომ გაანალიზო რა დროს უნდა რა გამოიყენო, რა დროს გჭირდება ტორმუზი, რა დროს გჭირდება გაზის გათიშვა და ასე შემდეგ. ამით დავამთავრებ ჩემს ვიდეოს. მადლობა ყურადღებისთვის. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ ვიდეოზე და ლაიქება. და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.